ბიჭო, დამსი. ვა, რა გიყვართ ამ პატარა ვანელებს ეს დიდი ხალხის ხელში აყვანა და აქეთ-იქით თრევა და სიარული წინ და უკან რა. მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ყველას. მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი მეორედ დაამარცხა და ქამარი დაიცვა. ესე იგი, შუგარ ომალი ბრძოლამდე თუ იყო ნატეხი შაქარი, მერე გახდა პესოკი. მოკლედ რა, უთხრა და ზურგზე მოიგდო, ტრამპთან წაიღო საწყალი, დიდ კაცთან პატარა კაცსა, თუ არ გასვლია მართალი. ნუ რა უნდა ვთქვა მეგობრებო, ბრძოლის შესახებ, ალბათ ყველამ ნახეთ, მესამე რაუნდის სტატისტიკა 61-4-ზე იყო დარტყმები. ასეთი სტატისტიკა კიდე საჩიელება იყოს, იცით, აი უბანში ბირჟაზე ბიჭები რო სხედან თავისთვის, არავის არაფერს არ უშავებენ, საუბრობენ ფეხბურთზე, კალათბურთზე და ერთი ვიღაცა ნასვამი შარიანი რო ჩაელვის და ამუბნის ასე და ისეო გინებას რო დაიწყებს. რაც იმ ერთ კაცს მოხვდება. სუსტად ეგეთი სტატისტიკა ქონდა მერაბ დვალიშვილს შონ ომალისთან. თანაც იმ 4 დარტყმიდან, ხო, 3 რომელი იყო, იცით? აი მახრჩობელა ილეთის დროს ხარზე რო დაარტყა, კარგი დაგნებდი გამიშვიო 3-ჯერ. 3 ეგ დარტყმა ჩაეთვალა. სხვათა შორის შონი ცოტა დადინჯებული მეჩვენა, თმები რო ვარდისფერი ქონდა პირველი ბრძოლის დროს და რო ანათებდა მთელ დარბას, ამჯერად აღარ ქონდა, თუმცა დარბას სხვისი თმები ანათებდა. დიახ, ბრძოლას ესწრებოდა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. აქ ჩვენი გმირი მერაბი რას ეუბნება ტრამპს, არ ვიცი. მაგრამ ტრამპმა რა უთხრა, ზუსტად ვიცი. მე რომ ყოფილიყავი რინგზე, ვერ მომიგებდიო. 3 რაუნდში მაინც. ამ დროს რას ფიქრობდა შონ ომალი? ესეც ვიცი. იცით რას ფიქრობდა? ხო, დონალდო ტრამპზე ფიქრობდა. შენი პირველი პრეზიდენტობის დროს რო დაგეწყო მიგრანტებისგან ამერიკის დაცლა. ახლა ხო არ წავაგებდი თვალიშვილთან. აი, ამას ფიქრობდა. მერაბი უკვე საქართველოშია მეგობრებო, ნინა დრამასთან ერთად ჩამოვიდა, ძალიან ემოციურად დახვდნენ გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, თუმცა ერთი განსხვავება იყო, თუ ადრე მერაბ გვიყვარხარო ამბობდნენ და ყვიროდნენ, ახლა ცოტა შეიცვალა. მერაბ გვიყვარხარ და ვა, რა კაი გოგო ყოფილა მერაბი. გადავიდეთ ახლა სხვა სპორტებზე და სხვა წარმატებებზე. წყალბურთში ჩვენი ნაკრები ზედიზედ მე-7-ად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. გილოცავთ ბიჭებო, ძალიან მაგრებო, უმაგრესები ხართ, ძალიან კი არა, ძალიან მაგრები ხართ, იმიტომ რომ შესარჩევში ბულგარეთს 41-10 მოუგეთ, მერე შვეიცარიას 29-5 მოუგეთ. ცოტა ექშენი და დაძაბულობა მინდოდა მეგობრებო, მოვემზადეთ დასალევად სანერვიულოთ, მაგრამ ვინ გაცალა, უმარტივესად მოვიგეთ ორივე პარტია, ორივე ხელი. კარგი, შვეიცარია მესმის, ზღვა რა აქვს, ალპებია და ზამთრის კურორტების ქვეყანაა, მაგრამ ამ ბულგარელებს რა დაგემართებათ? რო წამოწვევით, ბიძია, ამ მაგოქროს ქვიშებზე, ჩადით ხანდახან იმ წყალში და წააგებთ 41-20. ხო არ გაჩერდნენ ჩვენები და რო არ ჭირდებოდათ მესამე თამაშიც მოუგეს ისრაელს და გავიდნენ ჯგუფში პირველ ადგილზე. ეროვნულმა ნაკრებმაც ჩაატარა გასულ კვირაში 2 ამხანაგური მატჩი, კარგად ჩააბარეს გამოცდა, პირველი ფარერებთან იყო, ახალი თაობის ფეხბურთელების გამოცდა, ხოლო მეორე კაპოვერდესთან, რომელიც ქუთაისში ჩატარდა და იყო ჩახუტების და მოფერების თამაში ბიჭო. მონოლოგს ისე ვერ დავასრულებ ერთა ლიგაზე და პორტუგალიის ტრიუმფზე რო არ ვთქვა. მართლა გულით ულოცავ პორტუგალიას და კრისტიანო რონალდოს მის გულშემატკივრებს ამ უდიდეს და მართლა მაგარ გამარჯვებას და მართლა მაგარი გუნდი იყო იმ დღეს პორტუგალია. მატჩის ბოლოს კრისტიანომ სიხარულისგან იტირა როგორც ნახეთ, ნუ რა დიდი ტურნირი ეს იყო, ახლა ვიღაცა მეტყვის, რატო იტირაო? იტყვიან, ხო? მავანი. არა. მე ვიცი რატომაც იტირა. გულჩვილობა შემოგპარვია ძამია. სიბერე მიცის ეს და პატარა ნაადრევი ხო არ არის შენთვის. ხო, მოკლედ ძალიან ცხელი სპორტული ივნისი გველოდება. მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთში, ძუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, 21 წლამდელების ევროპა, საგინაშვილი ტიტულს იცავს. ილია თოფურია იბძვის ქამარზე. რამდენი გამარჯვებები და სიხარულები გველოდება. გამოხტება მერე გუგერსას რომელიღაც მეზობელი და დაიწყებს გარაში, რატო არ გიყენია ბიჭო მანქანაო. ცალია ამ გარაშს. ცალია რომ მანქანა დააყენოს ჩემმა გუგერსა? ხო უნდა აღინიშნოს ეს გამარჯვებები სადღაც. 21 წლამდელების ევროპა ვახსენე და ბოლოს თქვათ, რომ ჩვენმა ნაკრებმა პოლონეთის ძლიერი ნაკრები 2-1 დაამარცხა. ყველა გაგვახარა, გილოცავთ ბიჭებო და აქვე მინდა დიდ ილია ჭავჭავაძეს მიუმართო, გავკადნიერდე. საბედნიეროდ თქვენი ნათქვამი სულნათო ფეხბურთში აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ აწყვოც წყალობს და მომავალიც ჩვენია.
თქვენ კი გამოიწერეთ YouTube არხი ჩვენი, პანამის არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი აუცილებლად და იქ ნახავთ ეხლა როგორ გავალდა მთელ საბურთალოში, როგორ ვათრევ გელა იაკორძაძეს, ვანამდე ჩავიყვან ხელი. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია Leaderbet-ი, დიდი მადლობა Leaderbet-ს. ჩვენი აქტიური მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Leader Sport Arena, სადაც ჩვენი სტუდია იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ჩემი და ბარსელონას ოფიციალური პარტნიორია Ludi Estrella Dam, რომელიც წარმოდგენილია ჩვენთან სტუდიაში. ახლა რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს. ახლა აღიარეთ, ოღონდ არ მინდა ეს, რა ქვია, მოტყუება, სიმართლე მითხარით. პირდაპირ რამდენმა ადამიანმა იცოდით, რომ ჰოკეის ნაციონალური ლიგის ორგზის გამარჯვებული ყავს 2 ბეჭდით. რამდენმა იცოდით? აი, გაგიჯერებთ, მითხარით, 2-მა იცოდით? 3-მა? კარგი, 4-მა იყოს. ხო და დღეს ჩემი სტუმარია ბესო ცინცაძე. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. შორეული ამერიკიდან ჩამობრძანდით. რაღაცა მომიტანეთ, ხო თქვენ? არ მგონია რომ მაგაში საგზალი გქონდეთ. არა მგონია. ეს უბრალოდ ჩემი ბრენდის მაისურია და საჩუქრად თქვენ. ვაჰ, რა მაგარია. აჰა. და უკანაც აწერია life is good. ჩემი დევიზია რომ life is good. ცხოვრება მშვენიერია, კი. Speed, agility, balance, ბესა, მაგარია. Balance, efficiency, ხო? efficiency, effectivity. Speed, agility, ეს არის ბესა. ბესას გეძახიან ამერიკაში. აბატონო. იყოს ეს მაისური აქ, გადაცემის მცდელობის დროს. ხო ლამაზია, მეგობრებო. ჰა? იყოს. ეხლა მითხრალი, მართლა გაქვს 2 ბეჭედი? 2 ბეჭედი მოვიგე 2 დიდ გუნდთან ერთად. აჰა, რა კლუბებში იყავით? კლუბები იყო 2004 წლიდან ვიყავი Pittsburgh Penguins-ის ჯერ დუბლებში და მე 2006 წელს გადამიყვანეს Pittsburgh-ში, სადაც ახალგაზრდა თაობა იყო, პირველი ჩამოსულები იყვნენ. მალკინი იყო პირველი, როკი რო იტყვია, როკები ახალი თაობის, იყო ეგეთი Jordan Stahl, კი. მარკ ანდრე ფლორი დღესდღეობით ლეგენდა გახდა. ლეგენდა 40 წლის არის უკვე, ხო? პირველი დღიდან ერთად ვიყავით. მე სინდი ხოსი, კროსბი ხო კროსბი. დამბურძგლა. კი. კროსბისთან დღემდე კროსბისთან და მალკინთან ხვდები ხოლმე ხშირად, იმიტომ ხან მალკინთან რუსეთში ჩავდივართ, ხან პიტსბურგში ვარჯიშობ და კროსბისთან უფრო თებში ავდივართ მაღლა შვეიცარიაში ან გერმანიაში. იმალებით, რომ მაინც ხალხი იცნობს ახლა. ცნობენ მაინც? ევროპაში ცნობენ ცნობენ, მაგრამ ისეთი ხალხია ახლა ევროპაში თამთაში, რომ ძალიან ისე არც გაწუხებენ და უყვარს ეგეთი კომფორტი. მეუბნეოდა შენ ხო საქართველოსდან ხარ და წავედითო იქ ვივარჯიშო, მაგრამ მე კი ყინული არა გვაქვს და გაუკვირდა რომ როგორ საქართველოში ყინულად სადისავლო ეს კატა. აიცე მართლა სადისავლო. დისციპლინელი ხართ, მოდი თქვენ. მე ვარ მაგალითად ხვეწავ სრიალში, ციგურაობაში skills coach, აი მთელი ტექნიკა რაც არის ყველაფერი ჩემი მხრიდან გადის რა მწვრთნელების როლს. აჰა. ანუ ტექნიკა, სრიალი, სისწრაფე და ამაზე ავოწყებ მთელი ჩემი ის, რა ქვია, ბრენდი რა მოკლედ. პიტსბურგში ფინელები ყავდათ, ხო? ფინელები ადრე ყავდა, მაგრამ იყვნენ ძველი თაობა იყო, ახლა ჩემს მერე ახალი თაობა წამოვიდა, მაგრამ 2007-ში რომ მოვიგეთ სტენლის თასი დაინტერესდა ბრუინსები, ბოსტონის გუნდი დაინტერესდა, ხო და თქვენით? ჩემით, იმიტომ რომ ძალიან 37 წელი არ ქონდათ მოგებული თასი. ხო, დიდი პერიოდი ქონდა. გუნდია ძალიან მაგარი. ბრედ მარშანდი თქვენ დროს იყო? კი, ერთად მარშანი, მე ის პასტერნიაკი იყო? ახალი მოსული იყო, კი. პატრის ბერჟერონი, ხო. მაგერთან ყველასთან ინდივიდუალურად ვარჯიშებს გავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ჩავდივარ ხოლმე მონრეალში, ყველა მიცნობს იქ მონრეალში, ფრანგი ჰოკეისტები ძალიან ძლიერები არიან, ხო და უყვართ რასაც ვაკეთებ, მოკლედ, ხო და
მადლობა უფალს რომ ვიღაცას ვჭირდები და დაკავებული ხარ მაგ საკითხში. ბოსტონის მერე აღმოჩნდით? ბოსტონის მერე ჩამოვედი ნიუ-იორკ რენჯერს, არა, რენჯერსებში არა, აილენდერსებში. აილენდერსებში მივედი და აილენდერს არა აქვს კაი პერიოდი. კაი პერიოდი არ ქონდა. თქვენ იმედზე არიან ეთყობა? არ ვიცი არიან თუ არა, მაგრამ 2 წელი მაგათან ვიყავი და ვინც ის იყო მთავარი ონერი ხაზეინი ვინც იყო გარდაიცვალა და მე მოვიდა ლულა მარელო ძველი ეგეთი მაგარი კაცი მენეჯერი იყო, დღემდე ეგ იყო, მაგრამ ეხლა უკვე შეცვალეს, მაგრამ ახალი მენეჯმენტი რომ მოდის, თავისი ხალხი მოყავს მაგას. ხო და პერიოდი დაემთხვა ისე რომ უმაგათოდ ვიყავი. მაგრამ მაგ დროს ეხლა ძალიან ბევრ კონტრაქტს რო აწერ ხელს, მაგებს უნდა რომ სულ გუნდთან იყო ხოლმე, მაგრამ 1000 ხალხი მყავს სოფლიოს გარშემო, ვისაც ვარჯიში უნდა შენთან და რომ დაიხვეწნო ის ხო და კონტრაქტში შედიოდა რომ მაგალითად კროზბისთან აღარ შემელო მისვლა ხო და ერთი სიტყვით უფრო მაწყობდა ჩემი რაღაცა მქონოდა ორგანიზაცია, იმიტომ ბეჭედი და სახელის მოხვეჭვა აუცილებელია, იმიტომ რომ მე უკვე შენი სახელი მიდის ნელ. ხო, ანუ ორი ბეჭედი გააქვს და გააქვს. ეხლა ბეჭდების გროვა და ის რომ დაიწყო ცხოვრებას ეგრე გადის, მაგრამ ახალი თაობა იზრდება ეხლა ბავშვობიდან ყავს 6 წლის ბავშვები და დაწყებული პროფესიონალები და ხო, ანუ თქვენ საქმეს აკეთებთ და საქმეს და აკადემია პრაქტიკულად ბეჭდების ბრძანებელი ხარ. არ ვიცი ბრძანებელი, მაგრამ ორი დიდი ციგნური ბეჭედი კი მაქვს რა. როგორ? სურამელაშვილს შეშურდება? ისეთია? მე მგონი შეშურდება. თან ქვებით არის ყველაფერი ხო და ევროპელებთან თუ გიმუშავიათ? ევროპელებთან 7 წელი ვიმუშავე. შვეიცარიის დავოსთან. ეთყობა შვეიცარიაში. შვეიცარიაში ახლა დღემ ვინც არიან ძალიან ბევრი ბიჭი. ვინა კევინ ფიალა არ მითხრა ეხლა ჩემი გაზდილია. აბა ხიშირი? ფიშერი და ხიშერ ძმასთან ერთად ნიკო ხიშერ. ნიდერაიდერი კი ყველაფერი ისტორიაში გვაქვს ეგენი. და ჯენონი რა მაგარი მეკარია. ჯენონი ერთი 15 წელი ვიცნობ უკვე მაგ ვირს. ალბათ ამთავრებენ ეგენის უკვე ბოლო წლებია. ხო ჯენონი უკვე ის არის რა ქვია. ხანში შევიდნენ ხო. ვეტერანია მარკ ანდრე ფლერის არ იყოს. კი, ხო და შვეიცარიაში მიწევს 15 წელი უკვე ჩავდივარ ხოლმე ყოველ ზაფხულს და ასობით ხალხი მოდის. აი დღესაც ჩემი მარჯვენა ხელი ბიჭი მყავს გაშვებული იქ და აი დღესაც ეხლა კემპი მიდის ეხლა ამ საათზე მიდის და ხვეწავთ ხალხს და შვეიცარიელებსაც უყვარვართ იქ რო ჩავდივარ. დედა როგორ მშურს თქვენი რო იცოდეთ ეხლა პირველად შემშურდა ჩემი სტუმრის დედას ვიცავარ. ძალიან მაგარია. ანუ ეხა ამ სოფლიოს ეხა უყურებდით თქვენ ხო? სოფლიოს უყურებდი კი. ამერიკელებმა რა შემადგენლობით მოიგეს? აი სულ სხვა შემადგენლობა. აი რა შემადგენლობა? აი გარლანდი. ყველაზე ცნობილი იყო გარლანდი ხო? და კი ხო და ძალიან ბევრი იმიტომ ეხლა პლეიოფები რომ მიდის ყველა ამერიკელი იქ თამაშობს. ხო და სულ ახალი თაობა, იმიტომ რომ კაი სისტემაა უკვე ამერიკაში 30 წელია ვცხოვრობ. ძალიან ბევრ შტატში, აი ახლა დღეს თქვენამდე ფლორიდიდან მოვიდა რომ შეტყობინება ბესო აბა რასაკეთებს ზაფხულში და ამ ფლორიდამ როდემდე უნდა მიშალოს ნერვები ედმონტონის ჩემპიონობა მინდა. და მაგდევიდი ჩემი საყვარელი ის იყო ერთ-ერთი 12-13 წლის იყო მაგასთან მუშაობდი ხოლმე ტორონტოში ხო და რავი ჭამენ ჯერჯობით ჭამენ, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეხლა ჩემნაირი მწვრთნელი ვინც არის ხო, ჩემი მოსწავლე იყო პანტერსებში არის ეხლა და ვინც ავარჯიშებს და მოიგებს ალბათ. მეორე ჯერ ზედიზეთ? კარგი, მე მეგონა კარგ რამეს მეტყოდი, ბესა. არ ვიცი, რა ვიცი, თუ არ შეიძლება. პიტსბურგის მერე ედმონტონი მევასება. მაგრად, კი. მაგრამ თავზემოთ ძალა არ არის ახლა თუ აჯობა. აი ხო არ გიმუშავია მაგალითად ედმონტონის ტიპებთან, ნიუ ჯეთ ჰოპკინსთან, კონორ მაგდევიდთან, თუ გინდა ლეო დრაიზატლთან. არა, მაგებთან არა. გავაგზავნო ჩვენ საუბარი თუ ძალიან დაუკრეფავში ვართ. მაგდევიდი მაშინ 11-12 წლის იყო, რომ პრინციპში 20 წელია უკვე ჩავდივარ 20 რაღაც წელი დაიწყო ტორონტოში, იმიტომ რომ ტორონტოს ვარსკვლავიც მიწვევენ ხოლმე. ბოსტონ მეთიუსთან კი მუშაობდი, მაგრამ ძალიან ბევრი მოდიან და ტავარესთანაც გიმუშავია? ტავარესთანაც ვიმუშავეთ. ეგ გავგიჟდები ხალხო. იმიტომ ეხლა როგორი სიტუაცია ეხლა მაგალითად არის სააგენტო ხო არის საუკეთესო აგენტები ყავთ მაგებს ხო და აგენტები ყველა მიცნობენ ხო და მაგებს აგენტები გამომიძახებენ ხოლმე ან კოლორადოში ეგ ასპენს კაი ადგილები სადაც არის ჩავდივარ და ერთი 15-20 კაცი მხვდება ვარსკვლავები უკვე აი სეთ ჯონს ეხლა გადაიყვანეს ჩიკაგოდან გადაიყვანეს პანტერსებშია მაგარი დამცველია ეხლა ხო და
რუსები პანარინი, მერე ის პანარინი რეინჯერში არ არის, ხო, ერთ-ერთი საუკეთესო ახლა მაგისი ის მართალია რომ იმაშიო კონტრაქტში შეუყვანესო რომ წელიწადში 105 არახს მოგცემთ უფასოთო თუ მითია გადაობა პანარინსო კონტრაქტი მიცესო და კიდე უთხრესო რომ წელიწადში 105 არაყიო მითია გადაობა მაგისი მეუღლის мама არის ეგეთი ოლეგ ზნაროკ არის ეგეთი კი და რიგის დინამოში თამაშობდა მერე რუსეთის ნაკრების წნელი იყო ძლიერის სიმსრუთე და მოგებულია კახაელის ჩემპიონატები და ეხლა ჩამოიყვანეს ფლაიერსებში და თავმჯდომარედ ჩამოიყვანეს არა იქ ევროპელების ხო და ამემა ჩამოიყვანეს კიდე მატუე მიჩკოვ არის ეგეთი ახალი თაობა მის წამოვიდა უკვე ახალგაზრდა ბიჭები მაგებთან აი კაპრიზო მინესოტა ვაილდს კაპრიზო არ დაამთავრა არა თამაშობს კიდე რამდენი ის არის 40-ის არ არის არა 40-ის არ არის ეგ არის სადღაც ერთი 20 რაღაცა ახალგაზრდაა კაპრიზოვმა ისეთი გოლი გაუტანა გერმანიას გახსოვს მაგარი ოვერტაიმში რო გადაიყვანა თამაში კი თან ყველა ძურადღირებული სპორტსმენები არიან კი ხო და აი მაგებთან ეხლაც ალექსას თუ იცნობ ოვეჩკინს ალექსას ვიცნობ მაგრამ ჩვენ ყოველთვის წვრები ვიყავით ვაშინგტონი და მაგის გულისთვის ბევრი მეუბნო და რატო არ მიდიხავ მაგრამ მაგასთან კატაობდა თამაშობდა კუზნეცოვი იყო ეგეთი ეს მაგარი კი ძალიან 92 ნომერი ესე რო შვება ხოლმე გოლის გატანაზე ხო და მაგას ეხლა ეკატერინბურგში ჩავდიოდი ხოლმე ხშირად რუსეთში ძალიან დიდი ბიზნესი მქონდა მაგისი რომ აი მთელი ახალი თაობა ანუ რუსებთანაც გიმუშავია ძალიან ბევრი ხო და ეს პაშა დაცუკი და ეს ლეგენდები ყველა აა დეტროიტსა გიმუშავია მაშინ განჩარი იყო ჩვენი განჩარი კი ხო და პაშა დაცუკი დეტროიტის ლეგენდაა რას ლაპარაკო ხო და დეტროიტის ლეგენდა და ვაფშე კაი ადამიანები არის კაი ბიჭები აი ეს სტივ აიზერმანი ბრენდან შენეჰენი მაგათთან გონია შეხება მაგეთთან არა უფრო ძველებია ლიდოსებსთან და იმებთან მაგ ეხლა შეხვედრა მარიო ლემიეს თუ შეხვედრა მარიო ლემიეს ვიცნობ ეხლა მაგასთან გულაობდით ხოლმე მაგის გუნდია ხო თან კიდე ერთ უბანში ცხოვრობენ ეხლა კროზბისთან რა ხდება ხოლმე ეხლა მალკინს დიდი სახლი აქვს ხო და თავისი ყინულის ის აქვს ეზო აქვს რა ყინულს უკატაობთ ხოლმე და კროზბიც იგივე მეზობელია მათ და ეგ ლემიუც მანდაც ხოლმე და მალკინს არ აქვს აუზი ზაფხულში რო ვართ ხოლმე გადავდივართ ხოლმე კროზბისთან სახლში ხო და ერთხელ ურეკავთ კროზბის და არა ვარო სახლში გასული ვარო კანადაშიო ხო და გადადითო იქ ზაბორზე გადახტებიო იქიდან დააჭირო იმას რა ქვია ღილას გაიგებო და მივედით მე და მალკინი მივედით ეხლა და ეხლა ხო არ მიცნობენ კამერებია ის და ტრუსიკი სამარა გადავდივარ ზაბორზე და პოლიცია ატყდა ერთი რაღაცა მოადია ვინ არის ვინ გადადის და მე რო ნახეს მალკინი დაინახეს და ხო და შეგვიშვეს რამის დამიჭირეს ძალიან მაგარია სიდნი კროსბი რო გეუბნება იცი და მე კანადაში ვარ და გადაძვერით რა იცურავეთ ჩემ აუზში კი მე პოლიცია რო დაკეტავდით ჭიშკარი კი გაიღო რაღაც ავტომატურად მე ვერ ვკეტავდით ურეკავთ როგორ ძლივს რაღაც ავტომატურად ჩავკეტით ეს ძველი ლეგენდები რამდენად არიან ჩართული აი ხა ვეინ გრეცკი მაგალითად ეგენი ყველა ჩართულები მარკ მესიე იარი კური და ესენი აბსოლუტურად ყველა მანდ არის რა ეგ როგორც დინასტია ისე მოდის რა მიდიხარ ორგანიზაციაში და ყველა მაგ ხალხს ხედავ რა პრინციპში რა და მაგათი სიტყვა ეთქმით რა მოკლედ ყველაფერს ეგენი წვიტავენ პრინციპში რა ძალიან მაგარია ისე კანადაში მაინც უფრო პოპულარულია ხო კი თუ ამერიკაში აი მინესოტაში ვიცი რომ ძალიან პოპულარულია ხო სულ ცივა იქ და ყინულის გარდა არაფერმა გეტყვით ეხლა ტორონტო არის ქარხანა მარტო მონრეალი ტორონტო მონრეალი ცოტა მაინც პატარაა შედარებით ეხლა ონტარიოსთან შედარებით 1000-ზე მეტი ყინულია ტორონტოში 1000-ზე მეტი და 500 მილიონი ბავშვი მარტო თამაშობს ჰოკეის ქარხანაა რა ძალიან ბევრი ისტორია პატარა ქვეყნიდან რო გამოდიხარ როგორც ლატვია ხო მაგალითად 7 მოსწავლე ლატვიელი მყავდა ეხლა სოფლიო ჩემპიონატიც კარგ გამოვიდნენ ახალგაზრდული წინასწარ მაგრამ ამ ეხლაც კარგად გამოვიდნენ მაგრამ 7 კაცი ბავშვობიდან გაზრდილი ეხლა აქედან გავფრინდები მე ლატვიაში ვარ ვინ აი მაგალითად ოზოლინში იცნობ არტურ ირბესი იცნობ კი რა თქმა უნდა ხო და ეგენი ყველა მოდიან ჩემთან თან ზნაროკიც იქიდან არის და ზნაროკი რიგელია ხო რიგელია და პანარინი ჩამოყვანს ხოლმე იმაში იურმალაში ცხოვრობენ ხოლმე დილაობით კემპების წინ პანარინთან საათ ნახევარი რაღაც დროს ვამუშავებთ ხოლმე და მე უკვე ახალგაზრდობა მოდის რა ხო და რა ვიცი მადლობა უფალს რომ დაკავებული ვარ და ვიღაცას რო ჭირდები უკვე რას ლაპარაკობ ძალიან მაგარია ხო და აი ახლა დღესდღეობით საქართველოში ვარ ჩამოსული
ოცნება მე მგონი აღსრულდა რა, რომ შევედი ყინულს და გავგიჟდი ცრემლი მომად, თან ბავშვები, მაგარი ბავშვები ყვა. ეხლა ატარებთ ხო მოგვიყევით ამას რომ მასტერ კლასებს ატარებთ, მაგრამ აუცილებელია რომ იცოდნენ ხალხმა რომ მაგარი ბავშვები არიან, მაგრამ ამებსაც უნდათ რომ მწვრთნელი ყავდეთ, რომ უფრო წინსვლა იყოს, იმიტომ რომ სინდი კროსბის მწვრთნელი ჩამოვიდა. ხო და რა მაგარია ის ეკნას რომ ცოტა აიწყოს კროსბისაც ჩამოვიყვანა, ძალიან აინტერესებს საქართველოს უყვარს და ბევრია გაგებული რომ ესეთი სტუმართმოყვარე ხალხი და დაჟე ოლიმპიადაზე ის ქართველი ქუმარიტაშვილი რომ დაიღუპა მაშინ მოვიდა ჩემთან და უბრალოდ ადამიანური ის არის კავშირი გამოხატა რომ წუხარებას ვიზიარებო რომ ესე ქართველს თქვენს დაემართო და რუსი მარლა არ გეტყვის ისე რომ ესე მაგრამ კანადელი მაინც კანადელია ხო ეგ ცუდი ამბავი დაგვემართა მართალი ხარ და ძალიან მნიშვნელოვანია ასე დროს რომ ადამიანი ასე მორალურად გვერდში დააგიდგება და გაიზიარებს შენ წუხილს კარგი ახლა მომიყევით როგორ მოხდი ეს არ გვითხოვს ამერიკაში როგორ თავარი ის არის როგორ ამერიკაში მოხდი თუ კანადაში ამერიკაში ამერიკიდან დავიწყე ამერიკაში რომ წავედი მეგობრები მყავს აქ ჯიგრები კაი ბიჭები ელიზია ეგეთი მაგემა ამიღეს ბილეთი და ბესო აღარ დაგინახო 91-იანები იყო და გამიშვეს რა ამერიკაში აქედან უნდა წახვიდე რაღაცა იპოვო რა მოკლედ ხო და ეგრე ჩავედი ამერიკაში და რა მქონდა არაფერი $400 მქონდა და ადიდასის ჩანთა, მაგრამ კაი მომზადებული ვიყავი, მე თვითონ ფიგურისტი ვიყავი. კაი ჩანთა იყო. ადიდას, მაგრამ ძიმე იყო სატრევად, ეხლა მანჰეტენზე რა ვარი, uptown, downtown. downtown. სიგურაობა თბილისში ისწავლე? თბილისში ვისწავლე, აქ სპორტულ სკოლაში ირაკლი ჯაფარიძესთან მარინა ცერცოძის სკოლა, მაშინ მწვრთნელები ყავდა. კაი მწვრთნელები რაღაც პერიოდი ვიყავი, მე დინამოს ნაკრებში მოვხვდი და მე იქიდან რუსეთები ზბორები აქ და სხვათა შორის პირველი სპორტსმენი ვიყავი საქართველოს სახელით, ვინც ეროვნული დროშით მსოფლიო ჩემპიონატებზე სამჯერ ვიყავი გამოსული ევროპებზე, ყველაფერი ვიდეოში არის და ფიგურული სრიალი კარგია, მაგრამ რო ჩავედი ისეთ ფორმაში ვიყავი თან მსოფლიო ჩემპიონატად იაპონიიდან, რომ ერთი სომეხი მეგობარი მყავს, ავეჩკინის აგენტი იყო ეგეც, ბავშვობის მეგობარი ხო და მანჰეტენზე მოვდიოდით ესე 34 ქუჩაზე და სადაც მედისონ სკვერ გარდენია ხო და დაინახა შოუ იყო ყინულის შოუ და ბესო კაი ფორმაში ხარო თუ სამსახურის პოვნა გინდაო ვიციო ქალიო ეს დირექტორი ვინც არისო და იქნებ პრასმოტორზე გასინჯოზე შეხვიდეო და რო შევედი ამ ქალმა მითხრა აბა გასრიალდი გამოსრიალდიო და თან ეს ვინც იქ შოუს ხალხი იყო იქ ისვენებდნენ რაღაც დასვენების პერიოდი იყო ხო და მეჟდუ შოუმი რა ეს ხო და რო გამოვედი ეს სომეხი მე მიდი აბა გააგიჟო გავკანდი ეს ბექფლიპი გავაკეთე მე იქიდან 3-იანი 4-იანი ეს გაგიჟდა ეს ქალი ეს რა ვნახეო ხო და გავარდა კამერა გამოიტანა და ხელათში გადაგზავნა უფროსობაში მეორე დღეს მოდითო და მეორე დღეს რომ მივედით უკვე ხელფასი მომცა კონტრაქტი მომცა რომ ხვალ მიფრინავო შენო მაიამიში ჩაფრინდებიო იქ ძველი შოუაო რაღაცაო სამხრეთ ამერიკაში მიდიანო 2 თვითო და მე რო ჩამოხვალო ვილაპარაკებთო და გადამაფრინეს კოლუმბიაში ეს ბოგოტა მედელინ კალი თან კიდე კაი ხელფასით ეხლა უსაქმურად ვიყავი მაინც ნიუ-იორკში ხო და რო ნახეს რომ მარლა გიჟი ვიყავ, იმიტომ მიყვარს ეს სპორტი რა თვითონ ხო და ძალიან მაგარია. ხო და მე რო ნახეს ეს შოუს მორჩა 2 თვეში ისევ ჩამოვედით მე ამერიკაში და მითხრეს რომ ეხლა წადიო შენო გამომერე საქართველოსშიო და ოფიციალურ საბუთებს ყველაფერს შეგიგროვებთო აქეთ იქ და მე ჩამოხვალთო და გამომიგზავნეს საბუთები აქ რო ჩამოვედი მე საელჩომაც მომცა ვიზა და გავფრინდი და ამ შოუთი დავდიოდი ერთ-ერთი წამყვანი ვიყავი, წამყვანი როლი მქონდა 6-7 წელი მთელი მსოფლიო დაწყებული იაპონიები, ავსტრალიები, ყველაფერი, აი ყველა რო იტყვიან დირკა ხო ამერიკის, კანადის, რავი, სად აღარ გვატარეს რა მოკლედ და თან კიდე ცოტა ქისაც დავაგროვეთ, თან კიდე მეუღლეც, ჩემი მეუღლეც ყოფილი ფიგურის სპორტსმენია. მეორე იყო მსოფლიოში, კი ხო და მელოდებოდნენ საბუთებს რო იკეთებდნენ ჩასასვლელად ალბათ ვიღაც რა ქართველიო ალბათ აბოლებსო ვიღაცა ქართველიო რო სოლისტად ჩაყავთო ხო და მე ეს მსოფლიო რომ მოვიარ და საბუთები გავიკეთეთ ყველაფერი უკვე დრო იყო რომ ერთ ადგილას დავრჩენილიყავით და ერთ ადგილას რომ მივედით კი ამ ფიგურულ სრიალში კი ბევრი რაღაცეები ვიცოდი კაი მწვრთნელები მყავდა ხო და მეთქი ესე არ გაწევს მინდა რომ ეხლა ფიგურისტებს ყავდათ ძმები და ნელ-ნელა ეგრე ჰოკეიში დავიწყე ჩემი სისტემით რაღაც და ხო აი ჰოკეიში სრიალიდან როგორ გადახვედით
შევიცვალეთ სიგურები. აქ ბავშვობაში ოქროს შაიბებზე დავყავდით ხოლმე და ხან ტარასოვი გვავარჯიშ, ტარასოვი ლეგენდა იყო. ტარასოვსაც იცნობდი? კი, ტარასოვი მოდიოდა და რა ვიცი 57 წლის ხდები ისე რომ ბევრი რაღაც ცხოვრებაში შემხვდა რა ესეთი რაღაცეები რომ გადავიტანეთ ხო და მოკლედ მე კუთხიდან დავიწყეთ, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში რო ვიყავით მაგარი ისტორიები იყო. ოცნება იყო ჩემი ახლა გაგებული მქონდა რომ მარადონას ბავშვები ყავსო ხო და ყინულზე მოყავს ხოლმე, იმიტომ ისეთი ძლიერი ამერიკული შოუ იყო რომ დადიოდნენ ხალხი და ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო თუ ვიღაც ვარსკვლავები ყველა ხო და ჩავედით არგენტინაში ხო და მოვეწყეთ კაი სასტუმროა რაღაც კოლომბოს სასტუმრო იყო ქალაქის ცენტრში ხო და ჩვენთან ვინც მოგზაურობდნენ ეგენი ყიდიდნენ მერჩენდაიზ რა ეს რაღაცებს შოუს რაღაცებს და მაგები მითხრეს რომ მე მგონი მარადონა ცხოვრობს ჩვენ სასტუმროშიო მეხუთე სართული აღებული აქვს ხო და თლიანად არ გაუჭირდა ხო თლიანად თან ხალხს ემალებოდა ხოლმე ეგ ხო და ბიჭო მეთქი სპონსორები მყავდა როგორც ეს კოკა-კოლა და ის იქ ძალიან ხელზე მატარებდნენ ხოლმე იმიტომ საშვები მქონდა ყველგან ყველა თამაშზე ბრაზილიის და კაფუს და რივალდოს და იმებს ხვდებოდით ხოლმე ხო და მოკლედ სპონსორებს უთხარ და ალბათ სპონსორები ელაპარაკებოდნენ ხო და ცოტა ისეთი დაკავებული იყო ეგ მარადონაც ხო და ვიცოდი ვინ იყო მაგის აგენტი კოპოლო იყო ეგეთი თეთრი კაცი მაღალი ოქროებში არგენტინელები როგორც ქართველი რა ქართველები ეგეთები არიან ხო და გასული ვარ ახლა სახლში სასტუმრო და ეზოში ვარ გასული პიცა ვიყიდე და მოდივარ და ხედავ Range Rover-ი ჩერდება გადმოდის ეს კაცი ვახ მეთქი ახლა ამას გავუშეპაკედა მეთქი ხო და короче მივაჭერი და მეთქი აქეთ იქ და შევდივართ ერთად სასტუმროში და ლიფტში უნდა შევიდეთ ერთად მე ვცხოვრობ მეორე სართულზე და მეთქი რომელი სართული გინდა მეთქი და მეხუთეო 5 და 5 მეთქი და მე მეორეზე და შენ სად მიდიხარ და აუ და რო ჩავირთვე მეთქი короче მეთქი მეხუთეზე მოვდივარ მეხუთეზე მოვდივარ მეთქი და დავიწყე ლაპარაკი თან ახლა ინგლისური მე მგონია კარგად არც ესმოდა ხო და აქეთ იქით და კლიენტი მიყურებს და საცხოვრობ და მეთქი მეორე სართულზე ვცხოვრობ მეთქი და რატომ მოდიხარ მეთქი მარადონას დამინდა მეთქი შეხვედრა აქეთ და კლიენტი გავაბრუნე ამ 5 სართულზე ხო და მეუბნება ნომერი მითხარიო და დაგირეკავო რა 5 წუთშიო ხო და მირეკავს 5 წუთში და ჩემი მეუღლე ოთახშია რა და მეთქი შენ აზე არ ახალ ვინ მირეკავს არ და გეფიცები ხატები მიდევს ხოლმე ყოველთვის თან და მეთქი ღმერთო იქნებ შემახვედრე იმიტომ ბავშვობიდან მიყვარდა რა ეგ რა ხო და короче ჩამოდიო ქოვითო და ჩავდივარ მეუღლესთან ერთად ხო და ორი დამცველი დამხვდნენ და სარდაფში ჩავედი სადღაც და იღება და რაღაც გადაღებები მიდის და დიეგო რა ჩამაიკაში და ესე რო დგას ხოლმე ესე მუცელი ცოტა ესე და უხარია კლიენტს აბა რაღაც პროცედურა ქონდა მიღებული თუ რაღაცა უკა ეს ხო და რო დამინახა და თან ახლა ადამიანი გზნობს გულს რო ვაუ აქეთ იქით და მეთქი დიეგო შეგენაცვალე და ხელები გაშა იმას ჩავეხუტეთ აქეთ იქით ერთი 10-15 წუთი რაღაცას ვლაპარაკოთ რაღაცაზე ბაზრობთ აქეთ იქით ხო და აბა ბურთები და აბა ის რა ქვია მაისურები ჩემ ძმა ბესოს და სურათები და მოკლედ ოცნება ავიხდინე ხო და მეთქი დავცილდით ეგრე ხო და ვაფშე დაგლიჯა და სასტუმროს წინ იყო ფოტოშოპი მაღაზია იყო ხო და წინა დღეებში ჩვენთან მოდიოდნენ ბოკა ხუნიორსიდან ბიჭები მოდიოდნენ ხოლმე და ჩიჩა სერნა ეს მეკარე იმპაქტი დამარცხავს კოლუმბიელები და ისინი მეკარეები და ბიჭები ხო და რო გადავიღებდით მე გავდიოდით ხოლმე და ის მიბეჭდავდნენ ხოლმე რა ამ სურათებს და კლიენტები ვინ ახარო რა საკეთო და მეორე დღეს მარადონას სურათზე რო შევედი დასაბეჭდა და აი ესე შეიძლება შენ გადავიღოთ ხო და ეგეთი ისტორიები იყო, კაი მაგარი ისტორიები ხო და კროსბიმაც ეგრეთ თბილისში მინდაო ჩამოსვლაო ყინულს ვიპოვითო და მეთქი სი დურას ნეტუ კატკა we don't have the ice rink ხო და ეხლა უკვე თამამად შემილია რომ ნელ-ნელა ისეთ სიტუაციაში ეხლა არ ამგონი რომ უკვე კიდე ბევრი ვარჯიშები დაიწყოს იმიტომ რომ მაგის ისიც პიკიც მიდის უკვე ნელ-ნელა ხო და ეს სოფლიო ჩააგდო კანადამ. ჩააგდო, იმიტომ რომ დანიაშიც ეხლა კოპენჰაგენში ეხლა ჩამოვედი კოპენჰაგენში ჩავდივარ უკვე მე-6 წელია ჩავდივარ. იქაც თაობა იზრდება, იმიტომ რომ დღეს სპეციფიკური მიდგომა უნდა ამ ყველაფერს და
ჩემი თვალი ისეთია, რომ შეხედავ ადამიანს, პატარა რაღაცა შემიძლია შეუსწორო რაღაცა და უკვე სხვა ცხოვრება დაიწყება. ფეხი გაეხსნება ის რომ ფერარი იცი ან კანადაში თქვენს გამო რო წააგეს დანიასთან პლეი-ოფი? სიდმა იცის, მაგრამ ეხლა ბევრი ის, მაგრამ ყველაზე მეტი ის არის რომ შრომა, თუ შრომობ ბერს, მაგრამ ესენიც ცუდად მიუდგნენ დანიელებს, იმიტომ ეგონათ რომ კანადელები ვართ შევჭამთ ის, მაგრამ ვერ შეჭამეს და მთელი პატარა ამხელა ქვეყანა გაგიჟებულია. აბა. კარგი. ახლა მითხარით შვეიცარიის მაინც ვკითხოთ რა, მეორე მსოფლიო ფინალი წააგეს. აი რა აკლდება ამ გუნდს? აი რა აკლია? თითქოს მწვრთნელი უმაგრესი. უმაგრესი. თვითონ ჰოკეისტები უმაგრესი. ეს ამბიულ, ხო, ანდრი ამბულ და ეგეც აი რა აკლიათ? აი ორი ფინალი ზედიზედ წააგეს უკვე. რა წააგეს და მარილი აკლიათ მაგას, ცოტა ისეთები უნდა იყვნენ. იმიტომ პრობლემა კიდე რაშია? კაი ცხოვრება აქვთ, ძალიან კაი ცხოვრება. ამიტომ წააგეს. წააგეს, იმიტომ კაი ცხოვრება რო გააქვთ, ცოტა ისეთი ხდები, რომ უკვე ეშვები. აი რუსებს ამერიკელებს არა აქვთ კარგი ცხოვრება? ამერიკელებს აქვს, მაგრამ სუმშივრები არიან რა, სამუშაოს და იგივე ის რო ავიღოთ სიტუაცია რუსები, ხო ძალიან ბევრი ვარსკვლავ რუსებს რო ვავარჯიშებდი, დაჟე სახლში ცხოვრობდი თვეობით მაგეებთან, ხო და სანამ შივრები არიან, მუშაობენ, მიაღწევენ და უკვე ის მუღამი აღარ აქვთ, რომ კიდე და არიან ხალხი, რომ აუტ იუჟებსიოს ძელა ბევრი გააკეთე და მორჩი და უკვე და აწყნარე მაგრამ რატო ავეჩკინს ხო არ დაემართა ეგ? ავეჩკინს არა, იმიტომ ვითარდება მთელი ცხოვრება. ეგ მაგას ეხლა დედა სპორტსმენი ოლიმპიური მამაც სპორტის სისხლში და თან კიდე მოსკოველი სულ სხვა პონტია. მოსკოველი მაინც ქალაქელია და ჟილკა და იცის რომ შეიძლება უნდა მოეგო გრეცკისთვის ამ აჩოკებს და გაუსწრო ხო და ეხლა არ ამგონია რომ დიდი ხანი შერჩეს ეგეც. ხო და არ შერჩება, იმიტომ რომ ცხოვრება აწყობილია იქაც და ოსო მეტიუსი ეწევა, ხო თუ ვინ ეწევა ეხა ქულებით? მეტიუს და მოსტონ მეტიუსი ეწევა. ხო, მაგრამ მეტიუსი ახალგაზრდაა უფრო. ახალგაზრდაა ხო და წლების განმავლობაში ვიღაცამ თუ მოუგო, ალბათ მოუგებს ვიღაცა, იმიტომ რომ ყოველ 10 წელიწადში ისეთი ადამიანი შეიძლება მაგდევიდმაც მოუგოს. კაცმა არ იცის, ხო? თავარი ჯამთელი მაგდევიდმა ჯერ რაც მოსაგებია ის მოიგოს ეხლა. ხო, ეგ არის თავარი. ფინალური სერია. ხო და ეგ თუ მოიგო კიდე ფინალური სერია мотивация ის უფრო იზრდება რა. იზრდება და ისე ედმონტონიც მეორედ წააგებს ზედიზედ. არ უნდა ერთი და იგივე რასკლატკა მოდიოდა. ხო, აი რა ხდება მაგ დროს. წინაზე დალასთან იმეებთან ზუსტად იგივე ისე წამოვიდა. იგივე ბადე დაჯდა რა. მაგარი კი. კარგი, სტენლის თასი მოგიგიათ ორჯერ, თუ აგიწევია. ამიწევია კი, სურათებიც მაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ რა ვიცი კომპიუტერში არის სადღაც ჩახოღულები ვართ. დაჟე მქონდა საშუალება რომ ადრე რო იძახდნენ სოფლიო ჩემპიონატის ის ქალღმერთი ხო ვიღაცა მოიპარა ადრე ის ფერმონტის. ნიკე ხო და ეგრე მქონდა ერთი დღე სახში და მეთქი პროსტა რომ წაიღა დაომეთქი რომ დაიკარგა რა წაიღეს და მინდა ეძებეთ მე ეს ყველა გუნდია ხო ამოტვიფრული კი წლების მიხედვით აი მან ადგილი რო აღარ რჩება მე რა შვება მე ამატებენ ერთი ის ძრუება კალცოს აძრობენ და ახალი დგება და სტენლის თასი იზრდება ეგ არის ყველას ოცნება რომ სტენლის თასი და რავი, უმერთმა გამემართა დაჟე საჭმელიც გუჭამია აუ, სადაღარ ატარებენ ხოლმე სტენლის გას და შეგნის სტენლის თასიდან გიჭამია. მაგარია. UFC-ს უყურებთ ხოლმე? კი, რა თქმა უნდა, აბა ჩვენ ბიჭები დაანგრიეს ყველაფერი. თუ ხართ ნამყოფი რომელიმე ბრძოლაზე? მაგ ჩხუბებზე არა ვარ ნამყოფი და არა. მერაბი ჩვენთან ცხოვრობდა, ჩვენი უბნელი იყო. მე ლონგ-აილენდში ცხოვრობ, ნიუ-იორკში ხო და ეგეც ლონგ-აილენდში იწყებდა მაშინ მუშაობას და იქაც ლონგ-აილენდიან აილენდერსის ხო იმიტომ მანჰეტენიდან რო გამოდიხართ ლონგ-აილენდი კი და მაქედან არის ნიუ-იორკ აილენდერსის სახელიც მაქედან მოდის აილენდერს ოქროს ხანა ქონდა 80 წლებში 3 სტენლის თასი ზედიზედ ახლა თქვენ თუ უშვებთ და ჩემი სახლის ყინულია ეგ მე მად მუშაობ ხოლმე დღემდე რა ეგ არის ჩემი ეხლა თქვენ უნდა უშველოთ ხო თუ აღარ ხართ აილენდერში არ ვიცი არა ეხლა ახალი მთავრობა მოვიდა ეხლა კანადელი მოვიდა გენერალ მენეჯერი და კანადელებს მაგრად უყვარო იმიტომ ეს ბებერი კაცი იყო ეს ლულამარელო უფრო ჯარის კაცული მას ზდიდა ეხლა კაც თუ წვერი ეძდება და ყოველ დღე აფხეკინებდა და ანუ სულ ჯარის კაცი უნდა ყოფილიყო ხო ეგრე და ხალხი მართლა დაიღალნენ თან სიტუაცია იყო ესეთი და ეს კაი კაცი მოვიდა ახალი ენდრიუ დოჩ მონრეალიდან არის
ეგენი კანადელები მაინც გიჟებიან, უყვართ რა ეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხო და ეძებენ ახლა მწვრთნელს და ყველა მიცნობს ახლა იქ და თუ დამიძახებენ დაუბრუნდები და მთლიანად არც მინდა რომ მაგათანო იყოს. შემიძლია მისვლა მაინც უბანშია მივდივარ, ვეხმარები მაინც უბანშია, ლონგ-აილენდში ხო და მე უფრო ჩემი ის მაინტერესებს რომ ჩემი ბრენდი იზრდებოდეს და იზრდება კიდეც. მადლობა. ძალიან მაგარია და ბევრ ახალგაზრდას გაზდით და ბევრ აუცილებლად, იმიტომ რომ ჯერ კიდე ჩვენ თვითონ ახალგაზრდები ვართ ხო და ბევრი გეგმა გვაქვს. ეხლა კიდე ქართველები უნდა წამოვწიოთ ჩვენი ბიჭები. მაგარი ბავშვები არიან, ძალიან მომეწონენ. არის დაინტერესება საქართველოში ამ და კანადაში ყავს ერთი სანდრო მაკარიძეა 15 წლის ბიჭი, კაპიტნად აიყვანეს ოტავაში. სენატორებში ხო და რა ვიცი ახალგაზრდულ გუნდში. პატარა 15-იანი ეხლა მიდის პატარა სენატორში, ეხლა მიდის ლაპარაკი რომ ონტარიო OHL-ში რო თუ გადაიყვანე. OHL, ონტარიო ჰოკელი ახალგაზრდული. უკვე ნელ-ნელა საფეხურები და ეგეთი ბიჭები ყავს კიდე ამერიკაში ყავს, კაი გამოზრდილი ქართველი ბიჭები და მე ისე მოხდება რომ ამ ბიჭებს საქართველოს ნაკრებში რო ვათამაშოთ. იქაური გამოცდილებით. შევჭამთ იმ რუსსაც შევჭამთ 100%. ეგ არის ჩვენი მიზანი. მითხარი, ანუ ხო შეიძლება ჰოკეი ჩვენი სპორტი გახდეს. ჩვენი სპორტი არის, იმიტომ უბრალოდ არ გაგვახარეს იმაში, რომ მაინც ქართველები მოჭიდავები მაგრები ვართ, ჩხუბში მაგრები ვართ, ფეხბურთში მაგრები ვართ, ხო და არ გვახარებდნენ, იმიტომ რომ ეგეც თუ დაგვეჯავნა, მე ისინი დას გააკეთებდნენ. და 100% ეგეთი ის იყო. ხო, თან ახლა წარმატება გქონდა, დივიზიონი მოვიგეთ. თან კარგად მოვიგეთ, აუმაღლდით, უფრო ზემოთ გადავედით და კი, ძალიან გაგვახარა მამმა. ფედერაციის დამსახურებაა პრინციპში რა, ვინც პრეზიდენტია, მიშო დავითაშვილი, კაი ბიჭი კიდე. ხარში უდგას ბიჭებს, მაგრამ მაინც ბევრი რუსები ყავდა, მაგრამ გვინდა რომ ჩვენები ნელ-ნელა ამება უნდა გაკვლიო გზა და მე მაგრამ დრო ჭირდება ყველაფერს. რა თქმა უნდა. იმედია ახლა კი ამერიკა მიყვარს, 32 წელი ვცხოვრობ ამერიკაში, ჩემი ქვეყანა რა პრინციპში რა. არ ვიტყვი რომ არ მიყვარს, იმიტომ ყველაფერი მომცა ამერიკაში, სახელი გინდა, კარი, სახლი, მეგობრები, ახლობლები, ხო და მომავლისთვის დიდი სიამოვნებით ახლა მასტერ-კლასებს ვატარებ საქართველოში, ხო და რომ დავეხმარო თაობას ხო და ნახოთ თუ გააგრძელებენ ესეთ დახმარების იმას თუ უნდათ რომ უფრო მეტი ჩამოვიდე მაინც ევროპაში ხშირად ჩამოვიდე კანადიდანაც დააგვეშველებიან ამერიკელები ქართველები იქიდან კანადელი რომ დაუშვინო კანადელი მწვრთნელი დიდი სიამოვნებით იქნება ან ევროპელიანის ყოველთვის დახმარებაზე ჩამოვლენ რომ რაღაც ის გაკეთდეს და კარგი ახალგაზრდები კროსბი ჩამოვიყვანოთ კროსბის დიდი სიამოვნებით ჩამოვიყვან თავარია ეს დაიწყოს უკვე ამუშავდეს ეს სტრუქტურა ამუშავდება ყველაფერი ამუშავდება კროსბი რო ჩამოიყვანო და მაინც რო იცი რომ რაღაცას ჩამოყავს და რო არავინ არ დაგხვდება და ტაქსს რო გააჭირებ და დავაი კროსბი გავუბერეთ ეგ და უნდა გავაკეთოთ მე ლამაზი რაღაცა იყოს შეხვედრა კი მეც დამიძახეთ აუცილებლად მიგულეთ ჩემგან იქნება ხელმოწერით კროსბის სახელით დიდი მადლობა მოკლედ ლეგენდარული კაცი ძმაო ორგზის ჩემპიონი სტენლის თასის ორგზის მფლობელი, მწვრთნელი, ბესო ცინცაძე იყო ჩემი სტუმარი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.